fight is in K1 Sports. Introducing your first fighter out of the blue corner. Please welcome Hovhannes Baghmayan. ჩვენ ვემზადებით შემდეგი წვლილისთვის, ეს არის მეხტიევი versus Baghmayan. Baghmayan არის 20 წლის წარმოადგენს სომხეთს და საკმაოდ უკვე კარგი გამოცდილებით რეკორდი არის 10 ბრძოლა, 8 გამარჯვება და მხოლოდ 2 მარცხი. მეხტიევი 19 წლის აქვს ჩატარებული 4 ბრძოლა, 2 გამარჯვება. უბრალოდ აქვს ჩატარებული 6 ბრძოლა, 4 გამარჯვება, 2 მარცხი. წარმოადგენს საქართველოს. საკმაოდ ახალგაზრდა მებრძოლებია წარმოდგენილი დღევანდელ საღამოზე. მაგრამ ამის მიუხედავად კარგ ბრძოლებს ხედავთ, თელმინდა აღნიშნავს წინა ბრძოლა. საკმაოდ ტექნიკური იყო და სანახაობრივი. არა მარტო უბრალოდ მაყურებლისთვის, სპორტსმენებისთვისაც, ვინც უფრო კიდე ვაფასებთ ტექნიკის სილამაზეს. And his opponent out of the red corner, Avtandil Mehtiev. საკმაოდ დიდი სხვაობა გვაქვს სიმაღლეში. და კიკბოქსინგის წესებით ორთაბრძოლაში ეს ძალიან დიდი უპირატესობა არის სიმაღლე. მოდი აუხსნათ ჩვენ მაყურებელს KRT და Muay Thai წესები რითი განსხვავდება. რადგანაც ეგ ბევრი სპორტსმენისთვისაც შეიძლება იყოს საინტერესო. Muay Thai-ის მიმართულებაში ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ იდაყვებით, შეგვიძლია გავაკეთოთ გდებები, შეგვიძლია ვიმუშაოთ კლინჩში, დავიჭიროთ მოწინააღმდეგე და ისე განვახორციელოთ დარტყმები. KRT-ში არის კიკბოქსინგის წესები, ოღონდ დამატებული არის მუხლი. კიკბოქსინგში არ ვურტყავთ, არ ვმუშაობთ მუხლებით, KRT-ში შეიძლება მუხლის დარტყმა, მაგრამ იდაყვების გამოყენება უკვე აღარ შეგვიძლია. საკმაოდ დიდი გულშემატკივარი ყავს, მინდა აუღნიშნო. სეთქლოვანი ლესგინგით შემოვარდა ჩვენს რინგზე მეხტიევი. This fight is 3 rounds in K1 featherweight lightweight division. Introducing first, fighting out of the blue corner. A K1 artist holding a professional record of 10 wins and 2 losses. He stands 165 centimeters tall and weighs in 60 kilos. Fighting from Armenia, Hovhannes Baghmayan. And now, his opponent out of the red corner, a K1 professional artist holding a record of 4 wins and 2 losses. He stands 181 centimeters tall and weighs in 60 kilos. Fighting from Georgia, Avtandil White Wolf Mehtiev. And when the action begins, your referee in charge, Mr. David Zardalashvili. ნახოთ როგორ გამოიყენებს ამ სიმაღლის უპირატესობას. ენერგიით სავსე არის მეხტიევი, ნახოთ როგორ დაიწყება ბრძოლა. შეიძლება მოდი ვარაუდო რომ პირველ რაუნდს შეიძლება არ გაცდეს. ხელითაც საკმაოდ ტექნიკურად მუშაობს, კარგი დაწყება იყო. მოდი აღვნიშნოთ რომ დიდი უპირატესობა არის სიმაღლეში, მაგრამ Baghmayan's აქვს ჩატარებული 12 ბრძოლა. ანუ გამოცდილების მხრივ. მაგრამ როგორც სულ რინგი აჩვენებს, სინამდვილეში ვინ არის უფრო ძლიერი. კარგი ლუკი იყო Baghmayan's მხრიდან. საკმაოდ კარგად მეხტიევი იცვლის დისტანციას და ანაცვლებს ხელებით და მუხლებით დარტყმას. უფრო მაღალი არის. ძალიან ტექნიკურად ემუშავება. ასწრებს დარტყმის დაწყებას, კომბინაციის დაწყებას ასწრებს. როგორი მუხლი იყო. აი მე მკივა ეგეთ ბრძოლებს ეგეთ დარტყმას რო ვხედავ. კარგი სამი დარტყმა იყო ზუსტი ყბაში და თავში ტიპი ქვემოდან აპერკოტი და ასევე ფეხით თავში.
მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ მაინც ვერ აჩერებს მოწინააღმდეგეს და შესანიშნავი მარცხენა ჰუკი იყო, რომელიც მოარტყა. კი. სხვა გზა არ აქვს. იყენებს თავის უპირატესობას. უნდა იაროს წინ. ცდილობს მძიმე ჰუკებით შეხვდეს. თავის საქმეს იდეალურად ასრულებს, მინდა გითხრა, კარგი ორიანი იყო. საკმაოდ სწრაფი არის, კარგი ჯები აქვს და კარგად მუშაობს დისტანციაზე. ეხლა მცირე პაუზა. წელს ქვევით მოარტყა, დრო სჭირდება აღდგენისთვის. ძალიან საფათო არის ესეთი სიმაღლის სხვაობით ახლო დისტანციაზე მუშაობა. აი თუ კრივში მივცემდით უპირატესობას უფრო დაბალს, ახლო ბრძოლაში, ამ შემთხვევაში, როდესაც დაშვებული არის მუხლები, აბსოლუტურად ნახატი იცვლება. ტექნიკური არის ძალიან ხტივი. ძალიან საფათო მუხლებს აძღვნის. ძალიან კარგად აბავს კომბინაციებს. ხელი ფეხი ძალიან ჭკვიანურად მიყავს ორთა ბრძოლა მინდა. ყოველ ორთგარტმას ხელიდან მოყვება ძალიან ზუსტი მუხლი. და დისტანციას არჩუნებს ჯები. აი კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო მეხტიევის ტექნიკა ფანტასტიკური. მარცხენა მუხლი იყო ძალიან ძლიერი. მე და თეონას დარტყმებს როგორი მუხლი იყო. ისევ გაამეორა მარცხენა მუხლი და დასრულდა პირველი რაუნდი. რა თქმა უნდა, უპირატესობა იყო აშკარა. სიზუსტეს მხრივ კი, აშკარად მეხტიევის პირველ რაუნდს. თუმცა საკმაოდ ამტანი არის ბაგმაიანი და სიმაღლიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ რა ბრძოლებიც აქვს ჩატარებული, შეიძლება ხშირ შემთხვევაში ესეთი სურათი გქონდა, რომ ხო, მოწინააღმდეგეზე დაბალი იყო და ალბათ ხშირად უწევს მსგავსი სტილით ბრძოლების ჩატარება. ამიტომ გამძლეობაც გამომუშავებული ექნება, მაგრამ ტექნიკის მხრივ ძალიან კარგად ემუშავა მოწინააღმდეგე. მნიშვნელოვანი არის, რომ შეიძლება ნოკაუტი არ მოხდეს. კარგად უცვლიდა კუთხეებს. მაყურებელს მინდა ასევე უთხრა, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ დარტყმების ზიანი გროვდება, ხო და აი ამდენი ზუსტი დარტყმის გატარების შემდეგ დაიწყო მეორე რაუნდი. საკმაოდ ნელდება სპორტსმენი. ნახოთ როგორი ნახატი იქნება მეორე რაუნდში. აი ისეთი შტაბეჭდილება არის, რომ ბაგმანიანს აქვს კარგი კრივის სკოლა და ამ კრივის სტილის ხაჭზე ცდილობს, რომ მიუახლოვდეს მეხტიევს. შენ როგორ შეაფასებდი აი რაღაცა? ნამდვილად ეტყობა კრივის გამოცდილება, თან მით უმეტეს ძალიან ბევრი მებრძოლი ვიცი, რომელიც კრივიდან კიკბოქსინგზე არის გადასული და ბევრად ისევ მუხლი გაატარა, მარჯვენა მუხლი ძლიერად და ბევრად უკეთეს სტილს გვაჩვენებენ ხოლმე და თუ სტილს დავაკვირდებით, როგორც მუშაობს, ხელის კომბინაციებით იწყებს და ფეხს ამატებს უბრალოდ და აქედან გამომდინარე შემიძლია მეს ხო თამამად ვთქვა, რომ კრივის გამოცდილება ექნება თან დგომსაც ძალიან ხშირად ზღვის. ხან მემარცხენედან ემუშავება, ხან მემარჯვენედან და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ხშირად მოკრივეები იქცევიან ხოლმე ესე და სტილზე ეთყობა. ტანით მუშაობაც იდეალურად აქვს. დამუშავებული, შეტევის მერე შიგნით არ რჩება, სწორ დროს იწევა უკან, რის შედეგადაც არ ხვდება მოწინააღმდეგესგან წამოსული დარტყმები. თეონა, შენი აზრით რა უფრო რთული არის, აი, კარგი მოკრივე რო გახდა კიკბოქსინგიდან გადმოსული, თუ პირიქით კრივიდან გადასვლა კიკბოქსინგში? კიკბოქსიორები გამოირჩევიან ძალიან კარგი გამძლეობით. ხშირ შემთხვევაში კრივშიც იღებენ ხოლმე მონაწილეობას კიკბოქსიორები და ნამდვილად კარგი ამტანობა აქვს დარტყმების, იმიტომ რომ როცა ფეხი ხდება თავში, შემდეგ ხელის ატანა უფრო მარტივი ხდება. მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, კარგი მოკრივე, უფრო კარგი კიკბოქსიორი გახდება ვიდრე პირიქით.
გაგეთანხმები. შენ თუ გუშინ ბრძოლას ადევნები თუ არ უსიკროვენი? აი რადგან ამ თემას შევერთეთ. ხო, აი მანდაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსიკთან ესეთი კარგი ბრძოლა ბოლო პერიოდში არავის ესეთი წინააღმდეგობა უსიკისთვის არ გაუწევია. საკმაოდ ძლიერი დარტყმები გაუშვა უსიკმა. მე როგორც ხედავდი, აი და როგორც ითვლდნენ საჯები, 10 ჩატარებული რაუნდიდან მგონი ან 6 ან 7 ვერხოვენისთვის იყო მიცემ ქულების მხრივ და ისედაც დარტყმების სიძლიერე, გატარებული დარტყმების სიძლიერე საკმაოდ კი. აქტიობა და დარტყმების რაოდენობა კი ანუ იგებდა ვერხოვენი რაც რიკო იგებდა რაც კრივი სამყარო მგონი შოკში ჩააგდო ამ ფაქტს. ზუსტად ეგ შვება, გამძლეობა სულ ამობრო პირველი არის ორთაბრძოლებში. მარტო იმას არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ძლიერად დაარტყა, ვის უნდა აიტანოს კიდეც მიღებული დარტყმა და კიკბოქსერებს ეს ძალიან კარგად შეუძლიათ. ამასობაში ლაშა მინდა გითხრა, რომ ძალიან ძლიერი კომბინაცია გავიდა. კი ბრძოლა, მაგრამ სამი ძალიან ზუსტი დარტყმა გაუშვა. აღნიშნოთ რომ ინიციატივა გადავიდა ან ცდილობს ბაკმანი რომ ინიციატივა მის მხარეს გადავიდეს, უფრო გააქტიურდა და შედარებით უკეთ იცავს თავს უკვე მუხლებიდან. ადაპტირება მოახდინა. თუმცა ვერ ვიტყოდი რომ შეგვიძლია მას მიცემ მეორე რაუნდი. კარგი ბრძოლა მიმდინარეობს. მესამე რაუნდი გველოდება. და ვნახოთ შეიძლება თუ არა ბაგმაიანი წაიღოს ინიციატივა და გამარჯვებისთვის ალბათ. ნოკდაუნიც დაჭირდება, რადგანაც ჩემი შეხედულებით მე პირველ რაუნდს მივცემდი მეხტიევს. მეორე რაუნდი ალბათ და მეორე რაუნდსაც მივცემთ. კი, აგეთანხმები. ანუ ჩვენ გვჭირდება უპირატესობა უკვე ურიკული რაუნდში, რომ რაღაც შეიცვალოს გადაწყვეტილებაში. შენელდა უფრო მიხტიევი და ბაგმაიანი შედარებით უფრო სწრაფი გახდა თქო, ეგეთი შტაბეჭდილება არის, არა? ჩვენ შეერდებით მეთეონა ვაგვიდებით ესეთი კარგი სანახავი ბრძოლა არის. ჩვენ წეგან აღვნიშნეთ, რომ ხელებით მუშაობს კარგად, მაგრამ ფეხის დარტყმებში ძალიან მრავალფეროვანი არსენალი აქვს, ასე ვთქვათ, ბრუნშიც აკეთებს დარტყმებს, რაც საკმაოდ ოსტატურად გამოსდის. აი რამდენად შეიძლება ახლა მეც ამ საკითხზე ვფიქრობ, დაზიანება ფეხის დაზიანება 3 რაუნდში. ალბათ რთული იქნება, მაგრამ ნოკდაუნის გაკეთება მუხლით და ფეხით საკმაოდ მარტივი, შესაძლებელი. ძალიან მიხარია, რომ მეხტიევი წარმოადგენს საქართველოს დღეს, იმიტომ რომ მთელი ბრძოლა მის ქებაში ვართ და ერთ-ერთი გასამართლებელი მიზეზი ეს იქნება. არა მარტო ქებაში ჩვენ ხო. ვაფასებთ ბრძოლას და ბრძოლა მართლაც შესანიშნავია. კი, ბრძოლა როგორც მიმდინარეობს, იმას ვამბობთ და აი მე ვიტყოდი რომ შევაფასებდი, თუმცა არ ვფლობ ეგეთ ინფორმაციას, რომ ეს არის მოკრივე, რომელიც გადმოვიდა ბაგმაიანი კიკბოქსინგში თქვა, აი რაღაც ეგეთი შტაბეჭდილება მექნება. თან საკმაოდ დაბლა წევს თავს შესვლის დროს, აი რაც არ ახასიათებს კიკბოქსერს. ყოველ წუთას ცვლის დგომს, ეს ძალიან აბნევს მოწინააღმდეგეს და რთული არის გაგება უცებ აზრზე მოსვლა, საიდან გიტევს მოწინააღმდეგე და ესეც თავის საქმეს აკეთებს, მინდა გითხრა. კარგი სერია იყო ხელებით, ისევ დაამატა მუხლი. ძალიან ხო, და შეტევიდან სწორ დროს გადის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაუნდი მიყავს ბაგმანიანს როგორ ფიქრობ? ეს რაუნდი
არა ლაშა ვერ მიყავს ეს რაუნდი მიყავს მეხტიევს როგორც ყველა რაუნდი შენ აი სხვადასხვა შეფასების კრიტერიუმი არის სხვადასხვა ორგანიზაციებში და ზოგი ორგანიზაცია აძლევს გამარჯვებას ვინც მუშაობს და ვინც არის ვინც უფრო ქმნის აქტიური, კი. სანახაობას ხო არა ამ შემთხვევაში ნახე როცა უპირატესობა არის დიდი ანუ შეიძლება მეორე ნომრად მუშაობს და შეიძლება სულ უკან დადის მაგრამ ამ უკანსვლაში ძალიან ზუსტ დარტყმებს და ტექნიკურად გამართულ კომბინაციებს უტარებს კი აბსოლუტურად და დაგეთანხმება როცა საჭიროა იწყებს წინსვლას რა სიტყვი კარგი ბექრესტი კი აი შენი აზრი მაინტერესებს ხშირად ესე ხდება რომ აი MMA რომ ავიღოთ საჩემპიონო ორი ბექრეს მე ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა საჭირო დროს ფეთქდება ჩვენი ბიჭი და დასრულდა მესამე ფანტასტიკური რაუნდი ბრძოლა. ძალიან კარგი მესამე რაუნდი იყო მინდა გითხრა მესამე რაუნდი ყველა სხვა რაუნდებს ჯობდა ასე ვიტყვი აბსოლუტურად ალბათ შევაფასებდი რომ ეს საუკეთესო ბრძოლა არის დღეს აი ყველა ჩატარებულისგან აღნიშნავდი ძალიან კარგი საყურებელი იყო კარგი საყურებელია აი თეონა შენ რას ფიქრობ ეგეთი წესი არის შეფასებით აი როდესაც კრივში ხდება რომ აი დაუშვათ ავიღოთ რომ 6 რაუნდი იყო ან 8 რაუნდი და 6 რაუნდი მოიგო ქულებით და ბოლო 2 რაუნდი წააგო თან ბოლო მერვეში ნოკდაუნში After 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges score this contest for the winner. Out of the first corner, half-time deal, White Wolf, Meftiyev. მივულოცოთ საქართველოს ძალიან ასე ვთქვათ დამსახურებული კარგად წარადგინა დღეს ჩვენი ქვეყანა ამ მებრძოლმა Güzel dövüş gösterdi. Çok sağ ol. İlk yönde teşekkürümü bildiriyorum. Saygı veren sponsor Monar Invest Nerman Bayramoğlu. Çok sağ olun. Sağ ol.